მოგესალმებით, კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ უმარტივესი და უსწრაფესად მოსამზადებელი სამარხო კექსი ჯემით, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ, მით უმეტეს მისი მომზადება ისე სწრაფად და მარტივად ხდება. შინაურულის არხზე არის სამარხო რეცეპტების უამრავი რეცეპტი სპეციალურ ალბომში სამარხო, სადაც დესერტებთან ერთად უამრავ სამარხო კერძის რეცეპტსაც იხილავთ. დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში ჯამში მოვათავსოთ 100 გრამი სამარხო მარგარინი და 150 გრამი შაქარი. დავამატოთ 150 მილიტრი ცხელი მდუღარე წყალი და ვურიოთ, სანამ მარგარინი ბოლომდე არ გადნება. აქვე დავამატოთ 1 ვანილი და წიკვი მარილი. შემდეგ დავაყაროთ 1 ჩაის კოლზი სოდა და კვლავ ვურიოთ. დავასხათ 2 სუფრის კოვზი თაფლი და კვლავ მოვურიოთ კოვზის ან ნიჩბის საშუალებით. შემდეგ დავამატოთ 350 გრამი ფქვილი. რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის და ახალგაცრილი. შემდეგ მოვზილოთ ცომი, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად მოვამზადეთ. მიღებული ცომი უნდა იყოს აი ამ სისქის. ბოლოს დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეთი და კარგად მოვურიოთ. ცომი სამარხო კექსისთვის უკვე მზად არის, რომელიც გადავიტანოთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში და გადავანაწილოთ, რომელსაც ზემოდან დავადოთ ნებისმიერი ჯემი, აი ასე. ამჯერად ამ კექსისთვის გამოვიყენებ სხლის უგემრიელესი და არომატული ჯემი, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულის არხზე. ჩვენი კექსი 170 გრადუსზე გამოვაცხოთ და როცა გამოცხება, გავაცივოთ ფორმაშივე. შემდეგ კი ამოვიღოთ და ოდნავ მოვაპნიოთ შაქრის პუდრა. შინაურულის არხზე არის სპეციალური ალბომი სამარხო, სადაც უამრავი მარტივი სამარხო რეცეპტია. ჩვენი უგემრიელესი, არომატული სამარხო კექსი მზად არის მისართმევად. შინაურულის არხზე არის მსხლის ჯემის გარდა სხვა მურაბების, ჯემების, კომპოტების, წვენების და უამრავი სხვა კონსერვის მარტივი რეცეპტი სპეციალურ ალბომში კონსერვები. დღეს ამით გემშვიდობებით. გამოიწერეთ შინაურულის არხი და მოიწონეთ ვიდეო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ რეცეპტამდე.